მოგესალმებით დიანა, პირდაპირ გაცემთ პასუხს, რაც შეეხება თქვათ ადგილობრივ არჩევნებზე. სავარაუდოდ დახურულ კარს მიღმა ამაზე საუბარი იყო, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც მე ვესაუბრე, უფრო ფართო სურათზე ამახვილებენ ყურადღებას და ფართო სურათი ის არის, რომ მოლოდინი თუნდაც ევროკავშირისგან არის, რომ ოპოზიციური პარტიები ეგზისტენციალურ საკითხებში იყვნენ ერთიანი და ეს ერთიანობა ჩანდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ჩემი ინფორმაციიდან, როგორც ისინი ამბობენ, მათ დღეს შეხვედრები ჰქონდათ ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტთან და ასევე გაერთიანებულად ორ ევროკომისრის ოფისთან, ეს არის უსაფრთხოების და საგარეო საკითხებში კაია კალასის და გაფართოების საკითხებში მარტა კოსის. თქვენმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ ორივე ევროკომისარი, რა თქმა უნდა, მათი პირდაპირი მოვალეობა არის და მათ პორტფელში შედის საქართველო როგორც კანდიდატი ქვეყანა და ისინი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურობენ და ერთად ერთობლივ განცხადებებს ავრცელებენ იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც დღეს არის საქართველოში. საკმაოდ კმაყოფილები მეჩვენენ მე ოპოზიციის წარმომადგენლები და ისინი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მათთვის იყო პოზიტიური ის, რომ ევროკომისიის წარმომადგენლები, ისინი, ვინც მუშაობენ საქართველოს საკითხებზე, მათი თქმით არიან ძალიან დაინტერესებული თუ რა ვითარება ახლა საქართველოში და თავადაც, როგორც ოპოზიციის წევრებმა თქვა, თავადაც საკმაოდ მოწადინებული არიან, რომ გამონახონ ბერკეტები და გავლენის ანუ რაღაცა ნაბიჯები, რამაც შეიძლება ქართული ოცნება იძულებული გახადოს და დააბრუნოს ევროინტეგრაციის გზაზე. შენც კარგად იცი, არაერთხელ გაუკეთებიათ ეს განცხადებები ევროკომისიის წარმომადგენლებს. მარტა კოსმაც ჩამოთვალა პირდაპირ რა მოლოდინი აქვთ ქართული ოცნებისგან იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზაზე და ამით აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება. შეგვიძლია თავად მოვისმინოთ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რა განწყობით ჩამოვიდნენ და რა მოისმინეს ევროპელი პარტნიორებისგან. ვართ ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც ძალიან მაღალი დონის შეკრება აქ ბრიუსელში, მაგრამ კოლეგებს ასევე შევერთით მას შემდეგ, რაც მოусმინეთ კაია კალას და ვესაუბრეთ და გადავეცით მას დოკუმენტი გამოსავალზე დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან. შემდეგ კოლეგებს შევერთით შეხვედრებზე და ასევე გადავეცით მისი აპარატის წევრებს, ისევე როგორც მარტა კოსის აპარატის წევრებს ეს გამოსავალის დოკუმენტი. რაში მდგომარეობს გამოსავალი? ეს არის ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარის გათავისუფლება. ეს არის ის, რაც აერთიანებს მთლიანად დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთიანი გზავნილი საქართველოს მეგობრებისთვის ბრიუსელში. მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირთან ერთად დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად ქვეყანაში, რომ ქართულმა ხალხმა კი არ დაკარგოს ის სიკეთეები, რაც მიიღო ევროკავშირთან ურთიერთობებში, არამედ სწრაფად დაადგეს გაწევრიანების გზას. და სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანა ამ შეხვედრებზე არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდის მექანიზმებზე მუშაობა ერთობლივად ევროკავშირთან და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად ახალი შესაძლებლობების განხილვა. საკმაოდ ბევრი საკითხი ქმედება, განიხილება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ხიდი, რომელიც არსებობდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის, არ ჩაინგრეს ბოლომდე, ხო? იმიტომ რომ ქართული ოცნება ფაქტობრივად ანგრევს ახლა ყველანაირ ურთიერთობას, რაც კი აშენებული იყო წლების მანძილზე და ჩვენი მიზანია, რომ ხალხის გზავნილი ჩამოვიტანოთ, რომ ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ამ გზას გავაგრძელებთ, აქ ჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, კონკრეტული ქმედებები, მკაფიო ნაბიჯები მათი მხრიდან, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ძალიან ოპტიმისტურად ვართ და აუცილებლად ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. მიმდინარე თვეში ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში დაგეგმილი არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამის შემდეგ კი ივნისის ბოლოს იქნება სამიტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების და რა თქმა უნდა, თუნდაც ევროკავშირის სტრუქტურებისთვის, აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის საინტერესო იქნება ასე პირისპირ მიწოდებული ბოლო ინფორმაცია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან.
კი ბატონო, თამარ, ჩვენ ვახსენეთ არჩევნების თემა და ამ მხრივ პოზიციები ევროკომისიის მხრიდან ეს გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ევროპარლამენტში შემუშავებულ საგარეო კომიტეტში შემუშავებულ დოკუმენტში არის გარკვეული ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა, ეს რეზოლუციის პროექტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, კენჭისყრაზე გავიდა და მიიღო საგარეო კომიტეტმა, დაგეგმილი არის სავარაუდოდ ბოლო პლენარულ ხდომაზე, ანუ ზაფხულის სესიის ბოლო პლენარულ ხდომაზე, რომელიც 7-10 ივლისს გაიმართება სტრასბურგში. სავარაუდოდ ასეთი გეგმა აქვს მომხსენებელს საქართველოზე, რათა იუკნევიჩიანეს თუ არაფერი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნა, რომ დიდ კენჭისყრაზე, ანუ საბოლოოდ რომ ეს დოკუმენტად იქცეს, ალბათ სავარაუდოდ სწორედ ამ პერიოდში იქნება წარდგენილი პლენარულ ხდომაზე. არაერთი შესწორება ასევე იცით თქვენ ამ დოკუმენტში და ამ შესწორების თანახმად ერთი მხრივ, აი სწორედ იმ ტექსტის ნაწილში ერთი მხრივ არის საუბარი, რომ ეს მომავალი არჩევნები ადგილობრივი შეიძლება იყოს გამოყენებული შესაძლებლობა და იქვე გრძელდება ტექსტი იმაზე საუბრით, რომ გარემო უნდა იყოს აბსოლუტურად სხვა და უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იმისთვის, რომ შედეგები ჩაითვალოს მიღებულად და ლეგიტიმურად. კომისიას ჯერჯერობით განცხადება ამ თემაზე არ გაუკეთებია. დახურულ კარს მიღმა, როგორც თქვი, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ საუბარი ამაზეც იქნებოდა. მე ვარაუდობ, რომ ევროპულ მხარეს უფრო მეტად აღმასრულებელ ორგანოებს აინტერესებთ ჯერ თუ რა პოზიცია ექნებათ ოპოზიციურ პარტიებს, იქნება ეს ერთიანი რაღაც გადაწყვეტილება, თუ ამ საკითხში ვერ მოხერხდება შეთანხმება, თუმცა ზოგადად პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ასე პირდაპირ არასდროს ევროკავშირი არავის არ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მან მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა, რადგანაც ეს ქვეყნის შიდა საქმეა, ევროკავშირი აკვირდება პროცესს და ევროკავშირისთვის მთავარია, რომ ეს პროცესი იყოს სამართლიანი და თავისუფალი და იყოს ასახული მოსახლეობის ნება. აი ეს არის ევროკავშირისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე რომ კიდევ უნდა დაველოდოთ მორიგ განცხადებებს და ვნახოთ რა საერთო თქვათ პოზიციას ჩამოაყალიბებს თუნდაც აღმასრულებელი ორგანიზაციის. მადლობა თამარ ნუცუბიძე, ევროსკოპის რედაქტორი ბრიუსელიდან.